მეზრიშვილი ამბობს, აი, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი. ნაციონალური მოძრაობის დროს პროკურორი იყო მუდმივად ეს ქალი და სულ თანამდებობაზე იყო. მე არ მახსენდება, არც ერთ საქმეზე, არ ვიცი თქვენ თუ გახსენდება და გამომეხმოუროს მეზრიშვილი, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაეკრიტიკებინა. მეზრიშვილს პროკურორი იყო. კგბ-ს აგენტ ფარცხალაძის ქვეშევრდომი იყავით. ანუ ფარცხალაძის სისტემაშიც გაკნამუშევად. ხმა არ ამოგიღია. გასუსული იყავი პირდაპირ მნიშვნელობით. ბიძინა ივანიშვილის ხელში იყავი ყველაზე გახმაურებული საქმეების, პოლიტიკური საქმეების პროკურორი. ერთ-ერთი ყველაზე თავარი, ასე ვთქვათ, ჯალათი პროკურორი. და კიდე ამხელე ენა გაქვს. და კიდე სხვა სლანძღავ. რა ნორმალურია? შენ და შენი გახარი არ იყავით, რომ კორუფციაზე ქართულ ჯიგრულ პონჩიო იზახოდი? ეხლა რაც ჩამოთვალე ცულუკიაზე, საყბელისი თქვენ დროს არაფერი და დეგეგები თქვენ დროს არ მოიპარეს. რუსი ისენი, რა ქვია, გენერლები თქვენ დროს შენ და გახარი, შენ პროკურატურის ძალოვანში იყავი, გახარია მინისტრი იყო. მოიცა, სად არის ეგ საქმეები? ხო და ამიტომ თქვი ის რაც თქვი, რომ ცოტა ტონს დაუციეთ რა. და იმ პარლამენტიდან ხო ვერ გამოგიყვანეთ იქ რა ჩაბღაუჭებული ხარ და ერთი სული გაქვთ ალბათ რომ ბიზნეს პარლამენტს რაღაცა ლეგიტიმაცია მისცე. თუ ეგრე არ არის, მაშინ მეორე მხარეს ოპოზიციურ მხარეს მაინც იყავით ოდნავ ადეკვატურებია. ამიტომ მე მგონია რომ აბსოლუტურად სწორია ეს პოზიცია რაც გვაქვს და არავითარ შემთხვევაში არავის აღარ გაუტარდება ის რაღაცა სიბინძურეები. კობახიძეს და რუსულ პროპაგანდას რომ თქვენ, თქვენთვის არის პრობლემა და არა ჩვენთვის.